ეპიზოდი მეორე. სიკვდილი მკვდარ მთაზე. 65 წლიანი საიდუმლო. მოგესალმებით. დღეს ჩვენ ბრუნდებით 1959 წლის ზამთარში. წარმოიდგინეთ, რომ საბჭოთა კავშირია ეპოქა, როცა ტექნოლოგია ჯერ კიდევ ახალია, მაგრამ ადამიანის სულისკვეთება დაუღალავი. ურალის პოლიტექნიკური ინსტიტუტის 9 სტუდენტი გამოცდილი მოლაშქრეები მიემართებიან იქ, სადაც მხოლოდ თოვლი და სიჩუმეა. მათ არიციან, რომ ეს მათი ბოლო ფოტოებია და დღიურის ბოლო ჩანაწერებია. ამ ეპიზოდში ჩვენ არა მხოლოდ ფაქტებს მოვხვდებით, არამედ შევეცდებით აღვადგინოთ იმ საბედისწერო ღამის ქრონოლოგია. რატომ დატოვეს მათ თბილი კარავი და რატომ აღმოჩნდნენ სრულიად დაუცველები ჰინვის პირისპირ. ჯგუფის წევრები და მარშრუტის დასაწყისი. მოდით გავიცნოთ ისინი. ჯგუფის ლიდერი იგორ ძატლოვი, ნიჭიერი ინჟინერი, ადამიანი, რომელსაც ენდობოდნენ. მათ შორის იყო სიმეონ ზოლოტარიოვი, ყველაზე უფროსი, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, რომლის სხეულზეც მოგვიანებით უცნაური დატუები აღმოაჩინეს. სულ 7 მამაკაცი და 2 ქალი. 27 იანვარს ჯგუფის მეათე წევრი იური იუდინი ავად გახდა და უკან დაბრუნდა. დამშვიდობისას მან არ იცოდა, რომ ეს ჩახუტება მისი მეგობრებისთვის უკანასკნელი იყო. ის წელი ცხოვრობდა, ამბობდა: მე რომ მიგდა ჩენილი გავი, ალბათ ერთ კითხვას მაინც უპასუხებდი სამყაროსო. 1 ფებრვარს ჯგუფი აპირებდა უღელტეხილის გადავლას, მაგრამ ამინდი გაუარეს და მათ გადაწყვიტეს ბანაკი პირდაპირ მთის ფერდობზე დაეცათ. ეს იყო ტაქტიკური შეცდომა, თუ რაღაცა მაიძულა იქ გაჩერება. საზარელი აღმოჩენა. როდესაც დათქმულ დროს 12 ფებრვარს ჯგუფი არ გამოჩნდა. ძებნა დაიწყო. 26 ფებრვარს მაშულებმა მიაგნეს კარავს. დეტალი პირველი. კარავი დანით იყო გაჭრილი შიგნიდან. ხალხი ისეთი პანიკით გარბოდა, რომ გასასვლელს არ დაუწყეს ძებნა. დეტალი მეორე. ნივთები, ფეხსაცმელი, ფილიტალსაცმელი, ყველაფერი შიგნით დარჩათ. პირველი 2 ცხედარი, გრევოშჩენჩენკო და დოროშჩენკო იპოვეს უზარმაზარი კედრის ხის ქვეშ. მათ ხელები და წვარი ჰქონდათ. თითქოს ცეცხლში ყოფნენ, რათა სითბო ეგზნოთ. მათ ზემოთ ხეზე ტოტები დამტრეული იყო 5 მეტრის სიმაღლეზე. თითქოს ვიღაცა მალვა უნდოდა ან ზემოდან რაღაცა საკვირდებოდნენ. შემდეგ იპოვის იგორ ძატლოვი. ის კარვისკენ მიფორთხავდა, თითქოს უკან დაბრუნებას ცდილობდა, მაგრამ ყველაზე შემზარავი აღმოჩენა მაისში მოხდა. როცა თოვლი დადნა, ხევში ნაპოვნ 4 მოლაშქრეს ჰქონდა შინაგანი ტრავმები, რომლებიც მხოლოდ უძლიერეს დათმას, მაგალითად მანქანის დაჯახებას შეეძლო გამოეწვია. თუმცა კანი მთელი იყო. ერთ-ერთ გოგონას, ლიუდა დუბინინას, ენა და თვალები აკლდა. მთავარი თეორიები. აქ იწყება ყველაზე საინტერესო. რა მოხდა? პირველი, ზვავი. ყველაზე ლოგიკური ვერსია, მაგრამ ფერდობი არ იყო საკმარისად ციცაბო დიდი ზვავისთვის. თანაც ნივთები კარავში დალაგებული დახვდათ. მეორე, სამხედრო გამოცდა. ურალის მთებში ხშირად ხდებოდა საიდუმლო რაკეტების გამოცდა. შესაძლოა რაკეტის ნარჩენებმა ან ტოქსიკურმა ნივთიერებებმა გამოიწვიეს ჰალუცინაციები ან პანიკა. ამას ამხარებს ის ფაქტი, რომ ზოგიერთ ტანსაცმელზე რადიაციის კვალი აღმოჩნდა. მესამე, მანსების რისხვა. ადგილობრივი მოსახლეობა მანსები ამ მთებს წმინდათად თვლიდნენ. თუმცა მანსები მშვიდობიანი ხალხია და შემთხვევების ადგილზე უცხო ადამიანის არც ერთი ნაკვალები არ ყოფილა. მეოთხე, კონუსური კარი, ან სხვაგვარად ინფრაგვერა. არსებობს თეორია, რომ მთის ფორმის გამო კარმა წარმოქმნა ქმა, რომელიც ადამიანის ყურისთვის უხილავია, მაგრამ ტვინში იწვევს აუხსნელ შიშს, გულისრევას და გაქცევის სურვილს. და მას დასკვნა, მეგობრებო. ძატლოვის უღელტეხილი ტურისტული მარშრუტია. 2020 წელს რუსეთის პროკურატურამ ოფიციალურად განაცხადა, რომ მიზეზი ზვავი იყო. თუმცა ენთუზიასტებს ამის არ სჯერათ.
რატომ იყო საქმე სადუინომლებელი აწლეულების მანძილზე? რატომ ჰქონდა ცხედრებს ნარინჯისფერი ფერი? ისტორია ხშირად ინახავს ფურცლებს, რომლებიც სამუდამოდ დარჩება გადაშლილი. ჯადოვის ჯგუფის წევრები კი დაჩნენ მარადიულ ყინულში, როგორც შეხსენება იმისა, რომ ბუნებას აქვს ძალა, რომლის წინაშეც ადამიანი ხანდახან სრულიად უძლურია. მადლობა, რომ ვიყავით ჩემთან ერთად. თუ მოგეწონათ ეგ ეპიზოდი, გამოიწერეთ პოდკასტი. შემდეგ ჩვენ კიდევ უფრო შორს ანტიკურ სამყაროში გადავინაცვლებთ. მადლობა ყურადღებისთვის.